ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა უნაყოფობის შემთხვევები, განსაკუთრებით კი 35-დან 59 წლამდე ასაკის ქალებში. კვლევის მიხედვით 2036 წელს 35-39 წლის ასაკის დაახლოებით 80 მილიონ ქალს შეექმნება ეს პრობლემა, რაც მკვეთრი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, როცა 53 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი ძირითადად კვერცხუჯრედების მარაგისა და განაყოფიერების უნარის ასაკობრივი შემცირებაა, რაც ასუსტებს ნაყოფიერებას, ზრდის მუცლის მოშლის საფრთხეს და ამცირებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წარმატების მაჩვენებლებს. უახლესი კვლევების მონაცემების საფუძველზე ჩინელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უნაყოფობა ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში გახშირდა. საშუალო შემოსავლის მქონე და სწრაფად განვითარებად ქვეყნებში უნაყოფობა უფრო ხშირია, რადგან ერთდროულად რამდენიმე სოციალური და დემოგრაფიული ცვლილება მიმდინარეობს. ადამიანები ქორწინდებიან და მოგვიანებით ცდილობენ შვილების გაჩენას, თუმცა ამ გარემოებების უმეტესობაში უნაყოფობის ტესტები და მკურნალობა ძვირი, შეზღუდული ან რთულად ხელმისაწვდომია. ამასთან უნაყოფობა მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის. დადგენილია, რომ მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მე-6 ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იტანჯება უნაყოფობით და მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის წყვილების 8-12%-ს ექმნება ეს პრობლემა.